გამარჯობათ. მოკლედ რამდენიმე სიახლე. როგორც ყოველთვის, ჩემს ყველა წყაროს დავდებ ჩემს გვერდზე. იოაერმა დააბრუნა 2019 წლის მემორანდუმი სასამართლოში საქმის დახურვა არ დახურვასთან დაკავშირებით და რას ეხება, ვის ეხება უпростоრად, ვის გადმოვიდა ვიზის გარეშე, მოხდა სასამართლოში და განზრახ ჰქონდა, ანუ გათვლილი ჰქონდა ქორწინების გზით ლეგალიზაცია. მაგის იმედი ჰქონდა. ისეთი ხალხი, ვისაც არ აქვს არანაირი საფუძველი თავშესაფრის და მაინც გააგზავნეს თავშესაფარზე აპლიკაცია იმ იმედით, რომ გაწყელონ ცოტა დრო. სოციალური ნომერი. გაიყინა ეს პროგრამა, რომელიც აგზავნიდა სახლში გიგზავნიდა სოციალურ ბარათებს, ნომრებს. USCIS ჰქონდა კონტრაქტი სოციალურ ადმინისტრაციასთან და ამ ეტაპისთვის არის გაყინული. ვიზე იმოქმედებს თუ აპირებთ სოციალურ ნომრის აღებას ის ხალხი, ვინც არის ახალი მოქალაქე, newly naturalized citizens და ასევე non-citizens with არამოქალაქეები, ვისაც გაქვთ ვინც აპირებთ work-ზე გაგზავნას და სოციალურ ბარათის აღებას, სოციალის აღებას. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ მისვლა უშუალოდ ოფისში, რომ ეს ნომერი აიღოთ, სოციალური ნომერი აიღოთ. ანუ ახალ მოქალაქეები, newly naturalized citizens და არამოქალაქეები. არამოქალაქეებში თითქმის ყველა იგულისხმება, ვისაც აქვს work-ი, რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება მას, რა ქვია, მოკლედ ნახევარი მილიონი ადამიანის ლეგალური სტატუსი, ეს პაროლი უკვე მოხსნა ტრამპმა. და ვინ შედის კუბელები, ჰაიტი, ნიკარაგუა და ვენესუელა, ხო? ხო. აი მათ მოუხსნა, უკვე აღარ არიან მათ ერთი თვე აქვთ, რომ დატოვონ შეერთებული შტატების ტერიტორია, თუ ეს ის პირებია, ანუ თუ რამე სხვა გზაზე არ შეიტანეს საბუთები ლეგალიზაციაზე, მაშინ უნდა დატოვონ შეერთებული შტატების ტერიტორია, რაღაც სხვა გზით ლეგალიზაცია თუ არ დაიწყეს. ნუ ნახევარ მილიონმა უნდა დატოვოს, აღარ აქვს სტატუსი და უნდა დატოვონ ერთი თვის განმავლობაში შეერთებული შტატების ტერიტორია. ეხლა რაც შეეხება ჩეკინგებზე მისვლას. შეხედეთ, მე არ მაქვს არანაირი უფლება რომ გითხრათ არ მიხვიდეთ, რა თქმა უნდა დაემორჩილოთ კანონს, უნდა მიხვიდეთ ჩეკინგზე, მაგრამ ცოტა ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ამასთან დაკავშირებით, მეც ძალიან მომწერა, არის თუ არა ეს სიმართლე. მოდი არ გამოვყოთ, ქართველებსაც არ ეხება, არა, ეს ყველას ეხება. დიახ, აკავებენ ჩეკინგებზე, აკავებენ ეპოინტმენტებზე. არ არის აქ გამოყოფილი ნაცია და ეროვნება, რომ აჰა, ამათ აკავებენ და ამათ არ აკავებენ. არა, ეხლა ყველა არის ერთ სიტუაციაში აისი არის ძალიან დიდი წნეხის ქვეშ, ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიჭირონ და დაადეპორტონ ქვეყნიდან. ეს უკვე თქმულა, გუშინაც არის უსმენთ თუ არა ჰომანის გამოსვლას, თუ არა და მოусმინეთ, სადღაც 1 საათამდე იყო, თუ 44 წუთი. მოусმინეთ, დესანტესიც იყო და დაწვრილებით ილაპარაკეს რა. ციფრები არ არის ისეთი, როგორიც მათ უნდათ, შესაბამისად დეპორტაცია უნდა გაზარდონ. დაჭერები და გაზარდონ. ლუიზიანაში what the fuck? ლუიზიანაში აისმა ერთ-ერთ მიგრანტს უთხრა, რომ არისო ესეთი პროგრამაო, ერთი ახალი პროგრამა არისო, მოდიო და ნაკლები ზედამხედველობა გექნებაო რა, supervision. ტიპი მივიდა, ბუმ, დააგავს. ვის ეხება, უпростоრად როგორ კატეგორიას ეძებენ. ის ხალხი, ანუ აისი ვის აკავებს ჩეკინგებზე, უფრო მეტად ის ხალხი, ვისაც აქვს ძალიან დიდი შანსი თავშესაფრის მიღების და არ გაიქცევა მთავრობას. არ გაიქცევა აის, არ გაიქცევა პოლიციას, არ დაიწყებს დამალას. აი ესეთი ხალხი. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ რატო ხდება დაკავებები და ახლა ვერც ერთი ადვოკატი, ვერ გეტყვით, ვერც მოგზაურობასთან დაკავშირებით, არავინ არ უნდა იმოგზაუროს ახლა მოქალაქის კართან.
ეს ახლა ცალკე თემაა და ამაზე ვისაუბრეთ ჩემს გვერდზე, გრინ ბარათიანებსაც აკავებენ, ვიზებსაც აუქმებენ ბორდერზე. მოკლედ ეს ძალიან ისე უცებ დეტალების გარეშე ვყვები ამას, იმიტომ რომ დრო არ მაქვს, მაგრამ დიახ, ყველა და თუ თქვენი ადვოკატი ან ვინმე გეუბნებათ რომ კიო შეგიძლიათ წახვიდო, ესეთ ადამიანს გაიქცეთ, იმიტომ რომ ყველა სრულიად ყველა ამბობს travel at your own risk. თქვენი რისკი არის მოგზაურობა. არავინ არ არის გარანტირებული. არც ერთი ადვოკატი, ვერავინ ვერ მოგცემთ გარანტიას იმისა, რომ თქვენ უკან დაბრუნდებით შეერთებულ შტატებში. Okay? ასე რომ თქვენი რისკი, თქვენი წასვლა ქვეყნიდან გასვლა არის თქვენი რისკი. ვერავინ ვერ აღებს მაგაზე პასუხს. დაუბრუნდები. I can see from the side. დაუბრუნდები ახლა ამ თემას და დავასრულებ. მოკლედ, თუ თქვენ სტატუსში მოხდა რაღაც ცვალებადობა, შეიცვალა რაღაც, პირობითად თქვათ არ იცით და გამოგიტანეს დეპორტი. ბუმ, გაგაჩერათ აისმა, რაღაც მიდის ჩეკინგი და დაგადეთეინეს რა. რატო? იმიტომ რომ თქვენც კი არ იცით, რომ თქვენ თურმე დეპორტი გამოტანეთ. შეიძლება, ხდება ესეთი, ამიტომ უნდა ამოწმოთ თქვენი სტატუსი, იმიტომ რომ თქვენი არ ცოდნის დროს შეიძლება გამოვიდეს განაჩენი და არსაიდან აი გაგაჩერებთ აი ისე ან მოხვდებით ისეთ სიტუაციაში, სადაც მიდის რეიდი, არავინ იცის და უკვე ეს ინფორმაცია მათ იქნებათ გადაცემული. ხალხი, ვინც ხალხი რა სტატუსის ცვალებადობა და თუ რამე იპოვეს, ამოგიქექეს ბექგრაუნდში. აი ეგეთ ხალხს. შეტანილებას თავშესაფარზე გეკუთვნის 1000 რამე კი ბატონო, მაგრამ თუ რამე ამოქექეს ისეთი, აი ეგეთ ხალხს მოხვალ ჩეკინგზე დაგაკავებენ. ასევე დააკავებენ ისეთ ხალხს, ვისი სტატუსი შეიცვალა და მან არ იცის ამის შესახებ, მიდის ჩეკინგზე, გონია ყველაფერი კარგადაა, გონია რომ მიდის ყველაფერი ისე როგორც უნდა მიდიოდეს, დადებითად, მაგრამ აღმოჩნდა რომ მისი სტატუსი შეიცვალა და შესაბამისად სტატუსში გულისხმობ ან უარი უთხრეს თავშესაფარზე ან კიდევ ნებისმიერ სხვა საემიგრაციო ბენეფიტზე, თუნდაც ეს იყოს გრინ ბარათი. ხო, და ბოლოს, მაინც გამოდის ამდენი ხანი, fuck. რას ამბობენ ადვოკატები? თქვენი შემდეგი appointment-ისთვის აუცილებლად თუ თქვენ ყავთ შვილები, ყავდეთ ისეთი ადამიანი, ვინც ანუ როცა მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ უკვე შეიძლება არ დაბრუნდე უკან რა, ანუ შვილებთან სახლში და წახვიდე ICE detention-ში, ამიტომ უნდა აირჩიოთ ისეთი ადამიანი, ვინც თქვენ შვილებს მიხედავს. თქვენი სავარაუდო დაკავების დროს. ამაში არაფერი არ არის რაღაც დასაპანიკებელი, კი, რა თქმა უნდა, causes a lot of anxiety, მაგრამ ხდება ესე და შეიძლება რომ ნებისმიერ ადამიანს ეს დაემართოს. და კიდევ, თუ შეატყვეთ, ეს დაიმახსოვრეთ და მადლობელი იქნებით ამისთვის. თუ თქვენ შეატყვეთ, რომ თქვენი appointment-ები ყოველთვის არის ვირტუალურად და შემდეგ უცებ ბრახდა მოდიო ოფისშიო ფიზიკურად, აი მე უნდა გეშინოდეთ. Okay? ამ რჩევას მოგხსენთ. Bye.